2026 წლის იანვარი. 0 გამომწერი, 0 ნახვა, 0 მოწონება, 0 კომენტარი და 0 ადამიანი, რომელმაც ამ არხის შექმნის, მისი ნამდვილი მიზნის, შემქმნელის ვინაობისა და ჩანაფიქრის შესახებ იცის. მესამე ნიღაბი თქვენს თვალწინ იბადება და იწყებს განვითარებას. რატომ მესამე ნიღაბი? ამ სახელის უკან იმალება ის მთავარი იდეა, რომლის გამხელის დროც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ აუცილებლად დადგება. პირველი ნიღაბი, მეორე ნიღაბი, მეოთხე ნიღაბი, ან ნებისმიერი სხვა ასეთი სახელი მხოლოდ მოჩვენებითი ორიგინალურობისთვის და ყალბი ინტრიგისთვის გამოგონილი უაზრობა იქნებოდა. სწორედ მესამე ნიღბის არსებობა ამ არხის ამოსავალი წერტილი და ის, რაც მომავალში ამ არხზე განთავსებულ თითოეულ ვიდეოს ასაზრდოებს, იქამდე, ვიდრე ამ არხის განვითარების ნულიდან დაწყება სიმბოლურია, რადგან მისი ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედ ნულიდან დაწყებისთვის საჭირო გამბედაობის მოპოვებაში დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. რამდენ ჩვენგანს, რამდენჯერ უფიქრია გადაედგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ გაჩერებულა, რადგან ფიქრობდა, რომ არ იყო საკმარისად კარგი მიზნის მისაღწევად. ვერ შეძლებდა მის წინაშე მდგარი დაბრკოლებების გადალახვას, ამიტომ მიზნებისკენ სწრაფას ჰორიზონტზე ტოვებდა იმ იმედით, რომ ერთ დღესაც დაუღალავი შრომის თუ უბრალოდ სასწაულის წყალობით დადგებოდა პირველი ნაბიჯის გადადგმის დღე. გამოჩნდებოდა ის გამბედაობა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ აჩრდილივით დაჰყვებოდა და აისრულებდა იმ ოცნებებს, რომლის სხვებისთვის გამხელასაც კი ვერასდროს ბედავდა. ამ არხზე დადებული ვიდეოები უმთავრესად შეეხება ფსიქოლოგიას, მაგრამ არა მშრალი ფაქტებისა და თეორიების დამახსოვრების კუთხით, რაც ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. არამედ პრაქტიკული გამოყენებითი თვალსაზრისით. აქ ყველაფერი დაუკავშირდება ფსიქოლოგიას, იქნება ეს ისტორია, ფილოსოფია, ბიოლოგია, სპორტი თუ სხვა დისციპლინა. გაგიზიარებთ იმ ცოდნას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე და გასწავლით, როგორ გარდაქმნათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდნა პრაქტიკულ ღირებულებად. ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვით, დაფუძნებული იქნება სამეცნიერო ნაშრომებზე და გამყარებული იქნება ყველასათვის ნაცნობი თვალსაჩინო მაგალითებით რეალური ცხოვრებიდან. შედეგად, ჩვენ ერთად შევძლებთ განვითარებას ნულიდან და წიხლით გავაკრევთ იმ მთავარ დაბრკოლებას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვთხოვდით. ჩვენი მე ჩვენსავე ფეხქვეშ დაიჩოქებს და ჩვენ სარკის წინ იმ მესამე ნიღაბსაც მოიხსნით, რომელიც საკუთარი თავისა და ერთმანეთის დანახვაში გვიშლის ხელს. სიტყვებით თავის მოწონების ბევრი სპეციალისტი გვყავს, ამიტომ მე საქმეზე გადავდივარ. ვიწყებ მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი წარმოდგენილი და სასურველი ვიდეოს შექმნა არ შემიძლია, არც გამოსახულების ხარისხით, არც გახმოვანებით, არც შინაარსით და არც რაიმე სხვა მახასიათებლით. მაგრამ ამავე დროს გაჩვენებთ, როგორ დაიხვეწება ეს ყველაფერი გზადაგზდა, კეთების პროცესში. ბავშვი ვერასდროს დაიწყებს სიარულს თუ კი სიარულის დასაწყებად დაელოდება სირბილის უნარს. ყველაფერი იდეალური პროცესში, ნელ-ნელა და ეტაპობრივად იქმნება. ეს არხიც ვერასდროს შეიქმნებოდა, რომ დაულოდებოდი ყველა იმ უნარის განვითარებას, რომელიც ჩემს საოცნებო იდეალს სჭირდება. ამიტომ ყველაფერი თქვენს თვალწინ და თქვენთან ერთად განვითარდება. და ბოლოს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი, რასაც ამ არხზე ნახავთ და მოისმენთ, წლების განმავლობაში უამრავჯერ მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე და ყველაფერი, რასაც აქ მოისმენთ, მრავალგზის არის შემოწმებული ჩემი და სხვების მიერ. მეტი ნახვის დაგროვება არაფერია იმ მიზანთან შედარებით, რომელიც ამ არხის შექმნით დავისახებ. ამიტომ ჩემთან ვერ შეხვდებით იმ ინფორმაციულ ნაგავს, რომელიც თავიდან მიმზიდველი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არაფერს არ გვაწევს. და თუ ეს პირობა დავარღვიე, მინდა რომ პირველი იყო, ვინც ზურგს მაქცევს.